რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად უახლოვდებით მსოფლიო სპორტის, უფრო კონკრეტულად კი MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბრძოლო ღონისძიებას. ბრძოლას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ამ სპორტის ისტორიის პირველ გვერდზე. He is a good, he is good. He has some good boxing and he have hard fight in his division. Un gran peleador. A veces habla demasiado, a veces no, pero siempre lo podemos resolver dentro de un octógono. ძალიან გაგვიმართლა, რადგან ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც თითქმის ყველა მებრძოლი ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს და შედეგად ვიღებთ ძალიან მაგარ ღონისძიებებს. მაგალითად ისეთებს, როგორიც 26 ოქტომბერს იყო. რამე თუ მინდა, აუცილებლად მოვიპოვე. ივენთი, როდესაც ილია თოფურიამ შეძლო ის, რაც არავის არ გაუკეთებია აქამდე და მაქს ჰოლოვეიმ მოწყვეტით ნოკაუტში გაუშვა. ამ უნიკალურმა მოვლენამ მიგვითითა ეპოქის დასასრულზე. შერეული ორთაბრძოლების კლასიკური ერა სრულდება და იწყება ახალი, ინტენსიური და მეტად სისხლიანი დრო. სხვათა შორის ამ ვიდეოში აი ამ ორ მაისურს ვათამაშებთ, მერაბის და ილიასი და უფრო მეტი დეტალისთვის დარჩი ვიდეოს ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ძალიან მალე ვნახავთ და თუ ვნახავთ ერთი ის უეჭველი ვიცი, რომ ამ ბრძოლას კროკოსთან ერთად უყურებ. ჩვენი არხის მეგობარი ბრენდი არის კროკო. მე კი ამ ვიდეოში მოგიყვებით იმ 5 მიზეზზე, თუ რატომ დაამარცხებს ილია თოფურია ისლამ მახაჩევს და ყველა საჩვენებს, რომ დაღესტნელების უძლეველობა რეალურად ერთი დიდი მითია. მიუხედავად იმისა, რომ მატადორმა მთელს მსოფლიოს უჩვენა მისი ტალანტი და ცივსისხლიანობა, მას დღემდე ძალიან ბევრი ჰეითერი ყავს. მაგრამ რეალურად მატჩიც კი ძალიან ცოტას იპოვით ისეთს, რომელიც არ გეტყვით, რომ მასში რაღაც განსაკუთრებულია. როცა ბრძოლას იგებს, ამას არ აკეთებს ჩვეულებრივად და სახალისოდ. იქამდე გირტყავს, სანამ არ გაითიშები და შენი ცხოვრების ბოლო 1 საათი გონებიდან სულ არ წაგეშლება. ამაში კი სახალისო ნამდვილად არაფერი არ არის. ჰოლოვეის დამარცხების შემდეგ მან ტახტზე ადგილი ნამდვილად დაიმკვიდრა. გვირგვინის დაიდგა და მიიღო წოდებას, როგორც ყველაზე მაგარი მოკრივე მთელს ორგანიზაციაში. შეიძლება დღემდე არიან ადამიანები, რომლებსაც მის ტექნიკაში ეჭვიებარებათ, მაგრამ დამიჯერეთ, თუ მან მსუბუქ წონას მისი კრივი სტილი მოარგო, რასაც ზუსტად ვიცი რომ მარტივად გააკეთებს. იქაც იგივე მოხდება, რაც თქვენ მსუბუქ წონაში ყოფნისას ხდებოდა. He really knows that he will eventually find the chin and he's stoic till that happens, you know what I mean? He is on task and he doesn't, things aren't working, he's still going to try and find it. So ხოლო სიტყვებით რომ არ შემოვიფარგლოთ, მოდი ფაქტებს მივუღოთ. ეს ყველაფერი ზემოთ ნახსენები რომ გვერდზე გადავდოთ, ისმის კითხვა. ვის თვლიან გულშემატკივრები ყველაზე მაგარ მოკრივედ ორგანიზაციაში? ოღონდ აქ არ ითვლება უაზროდ მოქნეული ხელები, ლაკი პანჩები და უაზრო სირბილი. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი კი პასუხებთ, რომ თქვენ მსუბუქ და მსუბუქ წონაში ასეთი ადამიანები მხოლოდ ორია: მაქს ჰოლოვეი და დასტინ პორიე. ეს ტიპები თავიანთ საქმეში მართლაც ძალიან მაგრები არიან. აქეთ მაქსი, რომელიც ყველაზე ბრუტალურ გაცვლებში, სადაც შეიძლება ყბაბო განგრიონ, ჩვეულებრივად შედის. იქით კი პორიე, რომელმაც არაერთხელ შეაჩერა და კლასით ძალიან მაგრად დაჯაბნა სხვა ბევრი უმაღლესი დონის სტრაიკერი. შეხვდა მაკრეგორს და დააძინა. შეხვდა მახაჩევს და მიუხედავად ამ ბრძოლის შედეგისა, ფეხზე კრივში მაგრად დაჯაბნა. ახლა მოდი ცოტა პარალელები გავავლოთ კონკრეტულად კრივის ნაწილში. დასტინ პორიე მახაჩევისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე იყო ოქტაგონზე. სახეში საკმაოდ კარგად ურტყა. ყოველ შემთხვევაში იმდენი მოარტყა, რომ საკმარისი გამოდგა ისლამის სახე ასეთი გამხდარიყო. მე რომ მკითხოს კაცმა, ეს ბრძოლა რომ stand and bang ყოფილიყო, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ფეხზე, სადღაც ალბათ ისლამი დაიძინებდა. ალბათ გემახსოვრებათ ის ბრძოლა, როდესაც ჰოლოვეიმ კატარის წინააღმდეგ ნამდვილი პატარა შოუ დადგა. შუა ბრძოლისას კომენტატორებს უყურებდა, დარტყმებს იცელებდა და თანხმამაღლა ეუბნებოდა, რომ იგი საუკეთესო მოკრივეა UFC-ში. ხოდა ამ საუკეთესო მოკრივის წინააღმდეგ გასაღები ალექს ვოლკანოვსკი მიპოვა. იმის მიუხედავად, რომ მასაც მაგრად მოხვდა, მან შეძლო და მაქს აიძულა ალექსის წესებით ეთამაშა. ხო და ეს დაპირისპირებაც მოუგო. ამდენი იმიტომ ვიბოდიალე და ასე შორიდან იმიტომ მოუარე, რომ მინდა ყურადღება ისლამზე გავამახვილო. ის ბრძოლა დანამდვილებით ყველას გემახსოვრებათ, როდესაც მახაჩევსას და ვოლკანოვსკისაც საბრძოლო ბანაკი თავიდან ბოლომდე გავლილი ჰქონდათ. ბევრის აზრით, მათ შორის ჩემთვისაც, ამ ბრძოლის შედეგი მართლა სადავოა. პორიეს მსგავსად ალექსმა დგომში მახაჩევს აშკარა დაჯობა, მაგრამ დაღესტნულმა სკოლამ მაინც თავის იქნა. ვოლკანოვსკი სახიფათო სიტუაციაში არაერთხელ ჩავარდა და ამის გამო რაუნდები დათმო. ხო, მეორე ბრძოლა ნამდვილად სხვანაირი იყო. იქ ვოლკანოვსკი გაითიშა, მაგრამ შეიძლება ეს მეტწილად იმის ბრალის იყოს, რომ მან ბრძოლა ერთი კვირით ადრე აიღო. წარმოიდგინე, ერთ დღეს წევხარ ტახტზე, ჭამ შენს მიერ გაკეთებულ ბურგერს და დანავაითი გირეკავს. ჩხუბი ჩავარდა და გუჭირდებიო. უნდა მოასწრო ადაპტაცია, წონის კლება და უსწრაფეს რეჟიმში ფორმაში ჩადგომა. ხო, აქვე ბარემ გამოიწერე არხი, რადგან 10,000 გამომწერზე მე და ჩვენი ზმა და მეგობარი კროკო ვათამაშებთ ჩემს მიერ დახატულ მაისურებს. გათამაშების წესებზე და პირობებზე უფრო დეტალურად შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. ისლამ მახაჩევის ყველაზე გადამკვდარმა გულშემატკივრებმაც კი უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ დაღესტნელს ილიასთან დგომში არანაირი შანსი არ აქვს. არც კი უნდა ეცადოს. ჩვენ კი ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მისი მთავარი მიზანი ჭიდაობა იქნება. თოფურია უკვე დიდი ვარსკვლავი
უძლავია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად მატულობს ამ ბრძოლასთან დაკავშირებული სტატიები, პოსტები და გადაცემები. ბევრგან წაიკითხავთ იმას, რომ ამ ბრძოლას მხოლოდ ერთი დასასრული აქვს. ბოლოს ქართველი მიწაზე აღმოჩნდება, ისლამი მას ბოლომდე გამოფიტავს და მოახერხებს. ამ ვერსიას რაღა თქმა უნდა აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ ჯერ არ გამოჩენილა ვინმე, ვინც მის ჭიდაობას რაიმეს უზავს. ღმერთმა დაგაჯილდოვათ წარმოუდგენლად ძლიერი ხელებით. საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ყველას ყბა მოუმტვრიო, ვისაც კი შეეხები. აბა რაღაცა უნდა დაგჭირდეს ჭიდაობა. ალბათ გაუჩნდებოდა კითხვა ისეთ მაყურებელს, რომელიც ამ სპორტში კარგად შეხედული არ არის. ილიას მთელი სამყარო იცნობს როგორც ძიმე ნოკაუტების არტისტს, მაგრამ გეტყვით, რომ საქმე სხვანაირად არის. ქართველს მისი კარიერის განმავლობაში 16 გამარჯვება აქვს მოპოვებული და აქედან ნოკაუტით მხოლოდ 6-ია. 8 გამარჯვება საბმიშენით აქვს მოპოვებული. მას თავისი ბრძოლების უმეტესობა დგომში კი არა, რეალურად მიწაზე აქვს დასრულებული. ხო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრმა არ იცოდა, რომ MMA-ის კარიერა ჭიდაობით დაიწყო. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მხოლოდ ჭიდაობით იყო დაკავებული, ეს იქამდე, სანამ დგომში მუშაობას ისწავლიდა. ისეთ უცხოურ სტატიებსაც შეიძლება გადააწყდეთ, სადაც გარკვევით წერია, რომ თოფურიას ჭიდაობას მახაჩევთან საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს. რადგან ესპანური დარბაზები და ესპანური ჭიდაობა ძალიან დაბალ დონეზეა, განსხვავებით დაღესტნურისგან, რა შუაშია. უცნაურია, მაგრამ ამ ხალხს ალბათ საერთოდ არ ახსენდება ის, რომ ქართველისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა დარბაზი ღიაა და ნებისმიერ ტოპ პროფესიონალთან შეუძლია რომ ამაში მოემზადოს. თუ დასტინ პორიემ და ვოლკანოვსკიმ შეძლეს, ასე თუ ისე მაინც გამკლავებოდნენ დაღესტნელის ჭიდაობას, მაშინ ეს ილია თოფურიემ რატომ ვერ უნდა შეძლოს? მახაჩევმა ალექსის დასაბმიტება ვერ შეძლო, განსხვავებით პორიესგან, მაგრამ აუცილებლად ისიც უნდა ვთქვათ, რომ პორიეს თითქმის მთელი არაქათი გამოცვლილი ჰქონდა, რადგან ენერგიის უმეტესი ნაწილი საწყის რაუნდებში დახარჯა. დაღესტნელების დონე ამ სპორტში მართლაც რომ ძალიან დიდია, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ერთსა და იმავე ტექნიკას იყენებს. ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკურ მებრძოლებთან ისინი სხვადასხვა სტილით ბრძოლას ცდილობენ და ასე ვთქვათ ფრთებს შლიან, მაგრამ როგორც კი ოქტაგონში შესვლისას მათ ცხვირწინ რეალურ საფრთხეს იგრძნობენ, მაშინვე ჭიდაობაზე გადადიან. აქ იწყება მათი უპირატესობა. იმის გარდა რომ გადამწყვეტი არის რომელი მებრძოლის უნარები არის უკეთესი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის გამძლეობა. ფიზიკური გამძლეობა და ენერგია. ეს არის ის, რაც აბსოლუტურად ყველა სტრაიკერს ძალიან მაგრად უნდა ქონდეს დამუშავებული, სანამ დაღესტნელთან ჭიდაობაში შევა. ხო და ერთ-ერთი ყველაზე ინტრიგნული და საინტერესო ამ დაპირისპირებაში ზუსტად ეგ არის. მახაჩევის გამძლეობა, კარდიო და ფიზიკური მონაცემები ისედაც გასაგები იყო. არც ილია შექმნია ოდესმე კარდიოსთან რაიმე პრობლემა. გასაგებია ის ფაქტი, რომ 5 რაუნდს ძალიან იშვიათად ჩხუბობს, მაგრამ მაინც. ქართველს ნამდვილად არ შეუძლია გამარჯვება დომინაციის გარეშე. იცავს მოჭიდავეებისგან ფეხში შემოსვლის ცდელობებს, თიშავს მოკრივეებს და მაგრად ჯობნის მდგომში სტრაიკერებს. მეორეს მხრივ ისლამი ჩვეულებრივად ასაბმიტებს ჯიცერებს. არანაირი პრობლემა არ აქვს მოჭიდავეებთან და ძალიან მაგრად იცის თუ რა გეგმით უნდა გამოვიდეს სტრაიკერების წინააღმდეგ. არც ერთი მებრძოლი არ ხარჯავს ენერგიებს უაზროდ, ტემპს არასაჭირო დროს არ წევენ და ოპერატიულად მოქმედებენ. ეშმაკი რეალურად დეტალებშია და ეს ეშმაკი სტილებს შორის განსხვავებაა. ისლამის სტილი ძირითადად მიმართულია მიწაზე დომინანტურობისკენ, განსაკუთრებით გალიის კიდესთან, სადაც უფრო მეტად ჩანს ხოლმე ოპონენტის ზუსტი წერტილები. ყოველ ჯერზე, როდესაც იგი ოქტაგონზე შედის, მის ოპონენტს მხოლოდ ერთი რამის ეშინია, მისი ჭიდაობის. სწორედ ამის გამო, მისი მოწინააღმდეგეები 5, 6 და 7 კვირით ადრე იწყებენ ხოლმე საბრძოლო ბანაკებს და ვარჯიშის 90% ჭიდაობას ეთმობა. ამიტომ არის რომ სხვა ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა ცოტა რთულდება, რადგან ამის დრო აღარ აქვს. მეორეს მხრივ ილიას აქვს უნარი, რომ მოწინააღმდეგეს თავის თამაში მოახვიოს თავს და ეს უნიკალურად გამოსდის. სულ აკონტროლებს რაუნდის ტემპს, იჭერს სივრცეებს და მეტოქეს აიძულებს რომ შეცდომები დაუშვოს. არავის სტილს არ უშინდება და თითქმის გამორიცხულია რომ ვინმე პასიურ მდგომარეობაში მოაქციოს. თუ ისლამს დაუკარგავ მის მთავარი არახს, ფსიქოლოგიურ და ტაქტიკურ დომინაციას, იგი რჩება უბრალოდ კარგ მებრძოლად, რომელსაც კარგ სტრაიკერთან ბრძოლა გაუჭირდება. კარგი ხო, სტრაიკერსაც გააჩნია. რა მოხდება მაშინ, თუ მახაჩევი იძულებული გახდება მეორე ნომრად იბრძოლოს? თოფურიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ელიტური დონის მებრძოლებთან ბრძოლა ნებისმიერ ასპექტში, კრივში, ჭიდაობაში და ჯიუ-ჯიტსუში. მან დაამარცხა ჩემპიონი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ტახტს. ზედვე ნოკაუტით მიაყოლა კაცი, რომელიც ცხოვრებაში აქამდე გათიშული არავის ჰყოლია. როცა ვოლკანოვსკი, პორია და სხვა გამოსტილი მებრძოლები მხოლოდ თეიქდაუნებზე ფოკუსირდებიან და მახაჩევის ჭიდაობის სტილს ვერ უმკლავდებიან, დარწმუნებული ვარ თოფურია მზად იქნება ყველა ასპექტისთვის. იგი ყველანაირად დაბალანსებული მებრძოლია. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა ქონდა ქვემს მსუბუქ-წონაში და მასის მატების, მით უმეტეს კუნთური მასის მატების შემდეგ, ეს ძალა მსუბუქ-წონაში სადამდე შეიძლება რომ გაიზარდოს. წესი და რიგით ბევრად უარესი მონსტრი უნდა ვიხილოთ, ვიდრე აქამდე ვხედავდით. მე მგონია, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად მოხდება, თანაც წელსვე.
ამ ვიდეოს ჩაწერისას 100%-ით ვიცით, რომ ილია თოფურია ივნისში იბრძოლებს, მას საბრძოლო კემპი დაწყებული აქვს, მაგრამ მისი მეტოქე ვინ იქნება ზუსტად არ ვიცით. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გავრცელდა ხმები, რომ მახაჩევმა კემპი დაიწყო, ეს ფაქტი საფუძვლიანად გვაფიქრებინებს იმას, რომ შეიძლება ქამარზე ბრძოლა ისლამი და თოფურია იყოს. რაც უეჭველი ვიცი, ეს იქნება ყველაზე დიდი ბრძოლა ისტორიაში. და ისეთ სპორტში როგორც MMA-ა, ხომ ისით, ყველაფერი ხდება. დღევანდელი ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერე არხი, მოიწონო ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.